დაადგა საშობაო საახალწლო პერიოდი და ამასთან ერთად ჩდება სადღესასწაულო ფილმების ყურების ხარისი. ვებერთელაში ძალიან გვიყვარს საახალწლო ფილმები და გადავწყვიტეთ თქვენთვის შემოგვეთავაზებინა სია იმ ფილმების, რომლის ყურებაც ამ პერიოდში ყველაზე სახალისოა. სანამ სიას შეუდგებით, გთხოვთ ვიდეო მოიწონოთ და ჩვენი არხი გამოიწეროთ. ეხლა კი დავიწყოთ. მოდით დავიწყოთ ექშენით. როგორც ჩანს, ახალი წელი და აფეთქებები ერთმანეთისგან განუყრელია, ამიტომ მე-10 ადგილას გვინდა განვიხილოთ მძაფრ სიუჟეტიანი ფილმები, სადაც საშობაო გაფორმება სროლის და ჭუბის ფონზეა. ესეთი ფილმებია სასიკვდილო იარაღი და პრინციპში შეინ ბლეკის ნებისმიერი სცენარი შეიძლება ჩაითვალოს მძაფრ სიუჟეტიან საშობაო ფილმად. ან ხანგრძლივი კოცნა ძილის წინ, რომელიც ასევე გასართობი ექშენ ფილმია შობის ფონზე, მაგრამ ჩვენთვის უკონკურენტოა ამ სიაში კერკეტი კაკალი. წლებია მიდის დავა, არის თუ არა კერკეტი კაკალი საშობაო ფილმი და რანაირად არ არის. მაკლეინი ფეხში შველა და უიღბლო ჩვეულებრივი ტიპია, რომელიც ტერორისტებს ხოცავს საშობაო განათების ფონზე. ჭკვიანური სცენარი, მძაფრ სიუჟეტიანი ამბავი და შესანიშნავი ბოროტმოქმედი. ფანტასტიკური გზაა დღესასწაულს ხმაურით რომ შეხვდე. მე-9 ადგილი მოდი დავთმოთ რომანტიულ ფილმებს, იმიტომ რომ ეს პერიოდი მარტო აფეთქებებზე და საჩუქრებზე არაა, სიყვარულზეცაა. გასაკვირიც არაა, რომ უამრავი რომანტიული საშობაო ფილმი არსებობს, ისეთი როგორიცაა მაგალითად რეალური სიყვარული. ჩვენ ძალიან მოგწონს ფილმი ბედის წერა, სადაც კეით ბეკინსეილი და ჯონ კიუსაკი ერთმანეთს შობას გაიცნობენ, მაგრამ ამ კატეგორიაში ჩვენ ჩავშვით ფილმი შვებულება. ორი ქალი, ერთი კალიფორნიელი, მეორე ინგლისელი სახლებს ცვლიან იმიზნით, რომ თავი დააღწიონ გულგატეხილობას და შემდეგ მოყვება ძალიან სასიამოვნო და რომანტიული ამბავი ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით. ისეთი ფილმია პლედ გადაფარებულმა, რომ უნდა უყუროს აყვარელ ადამიანთან ერთად ცხელი შოკოლადით. სიცილის გარეშე ეს პერიოდი წარმოუდგენელია, ამიტომ მერვე ადგილას გვინდა დავაყენოთ კომედია. ორ რამეზეა საახალწლო კომედიური ფილმი. ეს არის ქაოსი და მეტი ქაოსი. უამრავი კომედიური ფილმია შობაზე და ახალ წელზე, რაც ყველას მოგვეწონა, არის ელფი, რომელიც გამოსვლისთანავე კლასიკად იქცა, სადაც უილ ფარელი ცდილობს საშობაო სული ანთოს დიდ ქალაქში. თვლით რომ ასევე სასაცილო ფილმია საშობაო არ დადაგები, მაგრამ რა თქმა უნდა ამ კატეგორიაში მთავარ ადგილს იკავებს მარტო სახლში. როცა მარტო სახლში ყველა არხზე გადის, მაშინ ხვდები რომ ახალი წელი ახლოვდება. სლეპსტიკ კომედია, სასაცილო დიალოგები, ხაფანგები, მარტო სახლში საშობაო კომედიების პიკია. ბევრისთვის ეს პერიოდი წარმოუდგენელია კევინ მაკალისტერის გარეშე, რომელიც ორ ბანდიტს უმკლავდება. ძალიან სასაცილო, სავსე დასამახსოვრებელი ციტატებით და დიდი გულით. მე-7 ადგილას ავარჩიეთ კატეგორია ანიმაცია. ანიმაცია ხომ დღესასწაულის ჯადოსნურობას აცოცხლებს. ან ისე რომ გულს გითბობს, ან შეიძლება ცოტა შეგაშინოს კიდეც. არგი ანიმაციური ფილმი იყო კლაუსი, რომელიც სანტა კლაუსის წარმოშობის ამბავს მოგვითხრობს. ასევე ძალიან გვიყვარს ფილმი კოშმარი შობის წინ, რომელზეც ასევე დავაა შობის ფილმია თუ ჰელოუინის, მაგრამ მე მგონი ორივეა. კიდევ უამრავი ანიმაცია ემსახურებს ხსენებას, მაგრამ ჩვენ ამ კატეგორიის გამარჯვებულად მივიჩნიეთ პოლარული ექსპრესი. ულამაზესი ანიმაცია ბიჭზე, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსზე მიემგზავრება მატარებლით. ფილმი სავსეა რწმენით და საოცრებებით. ფანტასტიკურად ასახავს დღესასწაულის ჯადოსნურობას. ამ ყველაფერს რომ დავუმატოთ ტომ ჰენქსი, რომელიც ახმოვანებს პერსონაჟების ნახევარს და შედეგად ვიღებთ თანამედროვე კლასიკას. ხანდახან საშობაო თუ საახალწლო ფილმი პირდაპირ გულში გვწვდება. მე-6 ადგილზე გვინდა განვიხილოთ დრამები. ჩვენ ძალიან მოგვეწონა შედარებით ახალი ფილმი დარჩენილები, სადაც პოლ ჯამატი და სტუდენტი ბიჭი ახლოვდებიან საშობაო არდადაგების დროს. ძალიან ლამაზი თკბილმწარე ამბავია. ასევე ძალიან მოგწონს ფილმი მეოჯახე, სადაც ნიკოლას ქეიჯმა უნდა გააკეთოს არჩევანი ოჯახსა და ფულს შორის. თქვენი აზრით რას აირჩევს? მაგრამ როცა დრამას ეხება, ჩვენი აზრით საუკეთესო საშობაო ფილმი ამ კატეგორიაში არის ფრენკ კაპრას ცხოვრება მშვენიერია. ეს ფილმი არის შედევრი, რომელიც არა მარტო ერთ-ერთი საუკეთესო საშობაო ფილმია, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია ყველა დროის. ჯორჯ ველი შობის ღამეს ცდილობს რომ თავი მოიკლას, რადგანაც გამოეცხადება ანგელოზი და ანახებს სამყარო როგორი იქნებოდა მის გარეშე. ძალიან თბილი ფილმია, სავსე ემოციებით და შანსი არაა რომ თვალები არ აგიცრებლიანდეთ.
თითქმის ყველა საშობაო ფილმზე შეიძლება ითქვას, რომ ზღაპრულია, მაგრამ მეხუთე კატეგორიაში გვინდა გავამახვილოთ ყურადღება იმ ფილმებზე, რომლებშიც ფენტეზი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ეგეთი ფილმებია, როგორ მოიპარა კრინჩმა შობა, სასაცილო, ლამაზი და ქაოტური. ასევე ჩარლზ დიკინსის საშობაო გალობა, რომელსაც უამრავი ადაპტაცია გააჩნია, მაგრამ ჩვენ ამ კატეგორიაში გადავწყვიტეთ ჩაგვესვა რიჩარდ დონერის ვარიაცია სკრუჯი. სკრუჯი არის დიკინსის ამ ნაწარმოების ბნელი და სასაცილო ვერსია. ბილ მიური, რომელიც უგულო ტელევიზიის დირექტორს თამაშობს, მოჩვენებები არასვენებელ შობის წინა ღამეს. ძალიან სასაცილო, უცნაური და საკმაოდ ემოციური ფილმია, რომელიც ნაკლებად გახმაურებულია. სწორედ ამიტომ ამ კატეგორიის გამარჯვებულად მოვიაზრებთ. მეოთხეზე ავარჩიეთ კატეგორია საოჯახო ფილმები, რაც არის შობის და ახალი წლის ჯგული. ეს ფილმები გამოირჩევა იმით, რომ არის თბილი, მყუდრო და საკმარისად სენტიმენტალური, რომ მოგინდა საყვარელ ადამიანს დაურეკო. ძალიან კარგი ფილმია სასწაული 34 ქუჩაზე, სასამართლო დრამაა, სადაც ირკვევა არის თუ არა სანტა-კლაუსი რეალური. ასევე სახალისო ფილმია საშობაო ისტორია, რომელიც პატარა ბიჭის საშობაო ამბავს მოგვითხრობს სავსე საბავშვო ოცნებებით და პრობლემებით. მაგრამ ჩვენ ამ კატეგორიის გამარჯვებულად დავასახელეთ ფილმი სანტა-კლაუსი. ტიმ ალენი შემთხვევით სანტას დაბრიდავს. ამით გახდება მისი მემკვიდრე და სანტას საქმე უნდა შეითავსოს. ეს ფილმი სავსეა იუმორით, სილამაზით და გასაკვირად ჭკვიანური ამბით ჯადოსნური სრწმენაზე. ერთ-ერთი ყველაზე სახალისო საშობაო ფილმია, რასაც რეკომენდაციას ვუწევთ. მესამე ადგილზე მოხვდა კატეგორია სათავგადასავლო. ეს ფილმებია საჩუქრების დევნაზე, დროსთან რბოლაზე ან სახლისკენ გზის პოვნაზე. ძალიან სახალისო ფილმია საშობაო ქრონიკები, სადაც კურტ რასელი თამაშობს უბისთავ სანტას, რაც ავტომატურად ყურებას იმსახურებს. ასევე გასართობი ფილმია შევიქნები შობამდე, სადაც ბიჭი ცდილობს, რომ შობლების სახლში ჩააღწიოს შობამდე, იმისთვის, რომ საჩუქრად მიიღოს პორშე. მაგრამ ჩვენ ამ კატეგორიაში მთავარ ადგილას ავირჩიეთ ფილმი საშობაო საჩუქარი. სია სრულყოფილი ვერ იქნება შვარცნეგერის გარეშე. ამ ფილმში არნოლდი ეძებს სათამაშო ტურბომენს, რასაც მოყვება სასაცილო და ქაოტური სპრინტი მთელს ქალაქში. ეს არის შვარცნეგერის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი და სასაცილო როლი, რომელიც ყოველთვის გაგახსენდება პეჩენიის დანახვას. Oh, these cookies! I gotta get the recipe from Les. Put that cookie down now! ხანდახან შობის და ახალი წლის შრიამულს კივილი დაჰყვება. მეორე ადგილზე მიმოვიხილოთ საშინელებათა ფილმები. საინტერესო ფილმია უმჯობესია ფრთხილად იყო, რომელიც სახლში შემოჭრის ჟანრს აზავებს საახალწლო პერიოდთან და არც ისე ურიგო ფსიქოლოგიური ჰორორი გამოვიდა. ჩვენთვის კიდევ ძალიან საინტერესო ფილმი იყო ფინური სანტა გასაყიდად, სადაც სანტა სხვა კუთხით არის წარმოჩენილი, რაღაც უძველესი ავი ბოროტი არსება. კარგად აქვს ამ ფილმს გადანაწილებული ჰორორი, ფენტეზი და შავი იუმორი და რეკომენდაციას ვუწევთ. მაგრამ ჩვენი აზრით ამ კატეგორიაში გამარჯვებულია კრამპუსი. ოჯახი როცა დაკარგავს სადღესასწაულო სულს, უძველესი დემონი კრამპუსი მათ ევლინებათ, რომ დასაჯოს. სასაცილოცა, ბნელიც, ლამაზიც და საშიშიც. შვენიერი სადღესასწაულო ჰორორია. პირველ ადგილზე კატეგორია არის შავი კომედია. ჩვენ ზოგადად გვიყვარს ეს ჟანრი და სადღესასწაულო გარემოს თვლით, რომ განსაკუთრებით უხდება. ძალიან გავერთეთ ფილმით სასტიკი ღამე, სადაც დევიდ ჰარბორი თამაშობს სანტას გუროთი. საკმაოდ სასაცილო, ბრუტალური და უცნაური ნაზავი მარტო სახლში და კერკეტი კაკლისა, ოღონდ უფრო სისხლიანი. კიდე გავიხსენოთ ფილმი გრემლინები, რომელიც ასევე სასაცილო, ქაოტური და სასტიკი ფილმია. მაგრამ ჩვენი აზრით ამ ჟანრში აბსოლუტური ჩემპიონია ცუდი სანტა. ბილი ბობ თორნტონის პერსონაჟი არის მთვრალი, საზიზღარი თაღლითი, რომელიც სანტას თამაშობს. ეს ფილმი არის ბნელი, ვულგარული და ძალიან სასაცილო, რომელიც ყოველ სადღესასწაულო მოლოდინს თავდაყირა აყენებს. თუმცა ვისკისა და შეურაცხყოფების მიღმა გულიც ჩანს, რომ აქვს ამ ფილმს. ამიტომ თუ სადღესასწაულო სენტიმენტებით გადაიტვირთეთ, ამ ფილმს დიდ რეკომენდაციას ვუწევთ. სულ ეს არის 10 ფილმი და 10 კატეგორია. თქვენი საყვარელი ფილმი თუ მოხვდა ამ სიაში, ან რა ფილმი გამოგრჩა, გაგვაგებინეთ კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ, რომ მოიწონოთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი და
ბევრ საინტერესო კონტენტს შემოგთავაზებთ. ვებერთელა სახელით გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. მადლობა რომ გვიყურეთ და წარმატებები.